მე ვარ მარიტა გუნაშაშვილი, 33 წლის, ორი შვილის დედა სოფელ დოისიდან. ბავშვობა მქონდა საკმაოდ რთული, დედა მარტო გძდიდა. იმ პერიოდში ანაზღაურება არ იყო მაღალი და შეიძლება ითქვას, რომ ცოტა გვიჭირდა. დედა სულ გეუბნებოდა, რომ ქალისთვის განათლება აუცილებელია. ჩემში ეს ჩარჩენილი იყო, ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ მეს უნდა მესწავლა. ოჯახი საკმაოდ ადრეულ ასაკში შეუქმენი. მეორე კურსის სტუდენტს უკვე მყავდა მცირეწლოვანი შვილი. მიწევდა სწავლის და შვილის აღზრდა ერთად შემეთავსებინა. ყოველ დღე მიწევდა ბრძოლა, მქონდა სტიპენდია და ვიცოდი, რომ ყველაფერი უნდა მიღონა და შემენარჩუნებინა სტიპენდია, რადგან ჩემი ერთადერთი ეკონომიკური შემოსავლის წყარო იყო სტიპენდია. სწავლის დასრულებისთანავე დავიწყე მუშაობა სოფელ დუმასტურის საჯარო სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად. შემდეგ უკვე დუისის საჯარო სკოლაში და დღემდე ვმუშაობ ისევ სპეციალურ მასწავლებლად. განათლება ჩემთვის ნიშნავს მუდმივ სწავლას, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას, ბრძოლას. პარალელურად ვერთვებოდი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის KRDF-ის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა პროექტებში, ტრენინგ კურსებში. KRDF-ის დახმარებით დამიფინანსდა პროექტი, რამაც შესაძლებლობა მომცა გავძლიერებულიყავი და ჩემი პატარა საქმე მქონოდა. დღეს როცა უკვე მე დამოუკიდებელი და ძლიერი ქალი ვარ, ვეხმარები სხვა ქალებს სხვადასხვა დოკუმენტაციების მომზადებაში. დღეს გოგოებს ვეტყოდი, რომ ნუ შეგეშინდებათ დაბრკოლებების, გწამდეთ თქვენი შესაძლებლობების, ოცნებები მართლა ხდება. მე ეს შევძელი, თქვენ შეძლებთ იყოთ ის, ვინც გინდათ რომ იყოთ. ნუ რავის ნუ მისცემთ უფლებას, შეგაფერხოთ მხოლოდ იმის გამო, რომ ქალი ხართ.